აფხაზეთიდან დევნილი ლიზი ჭიჭაღუა თავის თანატოლებთან ერთად ახლა ჩვეულებრივად დარბის. სხვადასხვა ატრაქციონებზე ერთობა და საქანელაზეც შეუძლია დაჯდეს. ის მშობლებთან ერთად ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ახალ უბანში ცხოვრობს. ლიზი ერთ-ერთია იმ 111 ადამიანიდან, რომელიც 7 აპრილს ინფექციის შედეგად ცუდად გახდა. ოჯახის განცხადებით 3 წლის ბავშვს ღებინება, გულისრევის შეგრძნება, მაღალი ტემპერატურა და მოდუნება აღინიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახების შედეგად მოხდა ჯერ მისი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით ინფექციურ კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია, სადაც მათ 3 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. ლიზის დედა ამბობს, რომ ინფექციის მიზეზი სასმელი წყალი გახდა. არაფერი ამას ისეთი რამე საკვები არ მიუღია, რომ ცუდად გამხდარიყო და ბავშვი ამ მდგომარეობამდე მისულიყო. რა ვთქვათ, იმ დღის პრობლემა ყველა შეხო, ყველა აქაურ მცხოვრებს, ვინც კი მიიღო, აი იმ ეტაპზე ის სასმელი იყო, წყალი იყო თუ რა იყო, ყველანაირად რომ ყველას ერთი და იგივე სიმპტომები ხონდა. მაღალი ტემპერატურა, პირღებინება, ფაღარათი და საერთოდ მოდუნება, საერთოდ ლიზი, მაგალითად დილის პირველის ნახევრის შემდეგ საღამომდე ბავშვს თვალი არ გაუხელია. არც საკვების მიღება, არც წამლის მიღება, იმიტომ ღებინებით უკანა მოქონდა. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ახალ უბანში ინფექციის შედეგად 111 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 38 ბავშვია. დაავადებულთაგან ზოგიერთის მკურნალობა ინფექციურ საავადმყოფოში მიმდინარეობდა. ნაწილი კი ოჯახში გადიოდა მკურნალობის პროცესს. როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, ყველა დაავადებულს ერთი და იგივე სიმპტომები აღინიშნებოდა. აქაური მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ სასმელი წყლის დაბინძურება ფეკალურმა მასებმა გამოიწვია. ჩვენი აზრით და ვარაუდით ვფიქრობთ, რომ ფეკალური მასებია გარეული. ახლოს არისო და მე ის არისო წვრილი არისო ის მიწის ქვეშა კომუნიკაციები არისო რაღაც არასწორად გაკეთებული. თვეში ერთხელ მაინც იჭედება კანალიზაციის ქვევით კანალიზაცია იჭედება და არ გააქვს, იქით არ გააქვს. ამჟამად თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებისთვის სასმელი წყლის მიწოდება სპეციალური ბიდონების საშუალებით ყოველ დილას საღამოს ხდება. არსებულ წყალს ისინი მხოლოდ დაბანისთვის იყენებენ, თუმცა დაბინძურებულმა წყალმა დევნილებს უკვე სხვა პრობლემაც შეუქმნა. წყალს რო ვიყენებ ჩემო კარგო, სულ ახშენებში. ალერგიული იგი მეკავება, ყველა ასე გაიძახის. მე მარტო არა ვარ იგი რომ თქვა ასე. მე როგორც მეჭვი მაქვს, რომ ეს წყალია, არ ვარ გაისყალი. ეს წყალის ამბავია ყველაფერი. წყალმა და წყლის სისტემის პრობლემამ დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში ჩააღწია. უმრავლეს შემთხვევაში სარდაფებში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. დევნილების განცხადებით შესაბამის სამსახურებს მიმართეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. რაც მოვედით იმის შემდეგ ასეა, ყოველთვის წყალია. საერთოდ ეს რამდენჯერ უთხარი და არა და არ იქნა ამის გაკეთება და ბოლო ამასაც ხო უნდა დაედგეს თავი. ჩვენ ხალხი ცხოვრობს, მე სრუნია თანაც. ეს უბრალო წყალის არ არის. ფეკალური მასების წყალია, ეს უბრალო წყალი არ არის. არასამთავრობო ორგანიზაცია საუნჯე პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პრობლემის აღმოჩენის დღიდან აქტიურად მუშაობს ამ თემაზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელის იაკო ფასანძის განცხადებით, მათი მიზანია დევნილებისთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის გაზრდა და არსებული პრობლემის დაძლევა. ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი და ლტოლთა დანიის საბჭო, ხელს უწყობს დევნილებისათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის გაზრდას და იქ არსებული პრობლემების ადვოკატირებას. იაკო ფასანძის განცხადებით, აუცილებელია დროულად იქნას აღმოფხრილი თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული პრობლემები და იქ მცხოვრებ დევნილებს წყლის მიწოდების პრობლემა არ ჰქონდეთ. ჩვენ მოვითხოვთ, რა თქმა უნდა, დევნილებთან ერთად, დროულად იქნას განხორციელებული სამუშაოები დევნილებს მიეწოდოს სასმელი წყალი, აღმოიფხვას იქ არსებული პრობლემები, როგორიცაც წყლის საქაჩის გამომართავობა, სარდაფებში წყლის დაგუფება, კედლებიდან წყალი ჟონალს და ასე შემდეგ. მთელი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელსაც თავი ვიჩინა, მას შემდეგაც დევნილებს გადაეცა საცხოვრებელი ფართი, უნდა იქნას დროულად გამოსწორებული და აღმოფხვრილი. და გარდა ამისა, დევნილები ძალიან კატეგორიულად აყენებენ მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც მათთან ასევე ყველგან გამოსწორდეს ეს პრობლემები და სამინისტრომ გააკონტროლოს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რომ მომავალშიც სხვა დევნილებს, რომელსაც გადაეცემა საცხოვრებელი ფართი, ანალოგიურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ წყლის დაბინძურების შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა და მას შემდეგ თვეზე მეტია გასული, ამ დროის განმავლობაში პრობლემად რჩება. დევნილები კი სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის მოლოდინში არიან.